არადა ქრისტემ ძალიან მოკლედ და უაღრესად გასაგებად თქვა ახალ აღთქმაში. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირეო. ქართველმა მღვდლებმა კიდე ეს ყველაფერი ასე გაიგეს. მაღალმა მერტმა მე უღირსი მაუწყა. ცემა ტყება და ხელკეტები. ჩვენთან არის მერტი. არა, ახალი აღთქმა მარტივად გასაგები ტექსტი. ამიტომ ვინც მის ქადაგებას დაიჩემებს, ინტელექტის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს. იმ მღვდლებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მრევლს კი, რომლებიც 5 ივლისს რუსთაველზე გამოვიდნენ, ინტელექტის გარდა ყველაფერი ჰქონდათ. ტაბურეტკა, ჭოკი, ბოთლი, ქვა, რკინა, კვერცხი, სკუტერი, ფურთხი. თქვენ შემაფურთხეთ, რას საკეთებთ? აი მაგალითად ამ კამერას GoPro ჰქვია. მას ასეთი შტატივი აქვს, რომელზეც უშუალოდ კამერა მაგრდება. ჩვეულებრივი ადამიანები მას მხოლოდ გადასაღებად იყენებენ, მაგრამ როგორც 5 ივლისის აქციაზე გაირკვა, ის საკმაოდ მრავალფუნქციური ყოფილა. აი მეგობრებო, თან იქონიეთ ასეთი კომბლები, აი ხედავთ როგორ კომბალიას. მოხდავთ რა არის? ეს იყიდება ჩვეულებრივ კიდობანში ხის 40 ლარი. ამას გადავავშინ თავზე. გონი ამას სავაჭრო ცენტრ კიდობანში ტექნიკის მაღაზია აქვს და მაგას არეკლამებს. ეს იყიდება კიდობანში 40 ლარი. რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების სასტიკით სემატყება თურმე გამორჩა მოძალადეების ერთ-ერთ მთავარ წამქეზებელს. მეუფე იაკობს. ასე თქვა დისკავერიზე მქონდა გადართულიო. მე არავინ არ მინახავს, მოძალადე იმისი არ მინახავს. არ ვუყურებ ხოლმე ამ ეთერს რა. რამდენჯერ გაგიმეოროთ, ცხოველთა სამყაროზე ან ზღვის იმაზე ვrtav ხოლმე. რა უცნაური დამთხევაა ბატონო იაკობ. 5 ივლისი ჩვენს დისკავერის ცხოველთა სამყაროს სქერაში გავატარეთ. აი ესენი მაგალითად უიშვიათესი ჯიშის შიმპანზეები არიან, რომლებიც გაბმული და აგრესიული კიჟინით მიცოცავენ შენობის კედელზე. ესენი კი წითელ წიგნში შეტანილი კავკასიური მურა დათვები არიან. აქციაზე გამოჩნდა მღვდელი შალვა კეკელიაც, რომელმაც რუსთაველზე მისვლამდე ჯერ ამბიონზე, ანუ ეკლესიის ყველაზე წმინდა და ურყვნელ ადგილზე, სადაც ქრისტიანული დოქტრინის მიხედვით სულიწმინდის მადლი გარდამოევლინება, პირიდან ასეთი სათნო სიტყვები გარდამოავლინა. არადა შალვა კეკელიაზე უფრო ფერადკაც თბილისში ძალიანაც რომ მოინდომო ვერ ნახავ. ნაირ-ნაირ ანაფორებზე ათასობით ლარს ხარჯავს. კვირაობით კი ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში წირვის ნაცვლად არმანის დეფილე აღევლინება. Hi Fashion TV. Y'all ready? 5 ივლისის მასშტაბური ძალადობა ასე მარტივად შეაფასა მიტროპოლიტმა ანტონმა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი და რა ამბავში ხართ? რა ამბავში ხართ და ესე იგი გამოხვედით სულ ყველა ნუ ატრიალებ ტექნიკურად. აი, მაგე პიპ. გეგენ ამათი $100,000 პრადოების პიპინი არ გვეყოფოდა? ახლა თვითონაც დაიწყეს პიპინი. პიპ. ანტონ ბულუხიას მისი კოლეგისგან განსხვავებით მართალია ძვირადღირებული სამოსი არ უყვარს, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენი ყველაფერი უყვარს, სადაც სიტყვა ძვირი ფიგურირებს. ვანსა და ბაღდადში ის ათასობით ჰექტარ მიწას ფლობს. მის საკუთრებაშია $100,000 ღირებულების კომერციული ფართები თბილისში. ის არის რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მეწილეც. მოკლედ, ნიჭიერი ვაჭარია. ეს კი არა კომერსანტი ყოფილა და ის ყოფილა დიახ მაქვს ის ნიჭი რომელთაც შემიძლია გარდა ნიჭიერი ვაჭარისა ნიჭიერი დამრტყმელიცა არც ეს დაუკარგოთ შეთანმოსვარი შენი გადასათვლი რაც შეეხება მოძალადეების კიდევ ერთ წამქეზებელს ქუთათელ გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ის საკმაოდ კარგად ერკვევა სახარების თეორიულ ნაწილში თუ მტრობაზე ლაპარაკი სახარებაში ესე იგი მაცხოვრე გეუბნება გიყვარდეთ ტერი თქვენი ხო მაგრამ ამ სიტყვების პრაქტიკაში განხორციელება უჭირს ცოტა არ იყოს რაცი შენ უკვე მოხვდა ერთხელ და კიდე მოხვდება თუ არ გაჩერდები 5 ივლისის მოძალადეებს შორის ყველაზე აქტიური მაინც უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ კავკასიელ მურა დაცვთა რაზმი იყო ისე ამ რაზმის ხელმძღვანელი დავით კუტალაძე ადრე გააცინე და მოიგეში გამოდიოდა, მაგრამ ვერ გააცინა. წარუმატებელს დღის მერე დაბრუნდება მე დავით სახში და დედამისი უნდა ყავდე გეხვერწები საჭმელი მაჭამი თორე დღეს თელი დღე პირში არაფერი მგობიაო
მერე ლექსების წერასა და მარა არც ამისთვის უქნია ღმერთს. ჩამომეცალეთ გახსენით რკალი, რატომ გონიათ რომ თქვენ წინაშე მიმიზღვის ბრალი ანა მაქვს ვალი. ბოლოს საბრძოლო ხელოვნებაში სადა ბედი, რომელმაც მე პირადად ცოტა სხვაგან წამიყვანა. მოკლედ, კოტე ყუბანეიშვილს ამაზე დაუწერია ის ლექსი. როგორაა? ხო, რამდენი იცინა, რამდენი ივარჯიშა, რამდენი წერა, რამდენი იწვალა, რამდენი ილოცა, რამდენი მოინანია, რამდენი სანთელი დაანთო და მაინც რა